ბაიდენმა კუდი მოიქნია. ახალი სანქციები რუსეთის ენერგოსისტემას ტკივნეულად შეეხო. ტრამპის ინტერვენციულმა განცხადებებმა მსოფლიო გააოგნა. რატომ დაიძაბა ურთიერთობა საფრანგეთსა და ალჟირს შორის? როგორ შენდებოდა პანამის არხი? ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში გავიხსენებთ სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ჯო ბაიდენმა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემას მტკივნეულად შეეხო. სანქციების სიაში გაზპრომ ნეფტი, სურგუთ ნეფტეგაზი, რუსეთის ენერგოსერვისისა და ნავთობის გადამზიდავი ათობით კომპანია მოხვდა. მოკლედ, ბაიდენის წამსვლელი ადმინისტრაციის სამიზნე რუსეთის მთავარი ფინანსური წყარო ნავთობის ექსპორტი აღმოჩნდა. აქამდე ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მიმართ ასეთი სანქციებისგან თავს იკავებდა, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დეფიციტსა და ფასების ზრდას ერიდებოდა. გასაგებია, რადგან შექმნილი დეფიციტი თავად ამერიკასაც დააზიანებდა. როგორც ჩანს, ბაიდენმა გადაწყვიტა ხმაურიანად დატოვოს თანამდებობა და სანქციებით გამოწვეული პრობლემები დონალდ ტრამპს გადაულოცოს. ის ფაქტი, რომ რუსეთის ბიუჯეტი ენერგორესურსების ექსპორტს ეყრდნობა, არ ახალია. მაგალითად, 2024 წლის ბიუჯეტის 32% ნავთობის ექსპორტმა შეავსო. გაზის ექსპორტი კიდევ უფრო ზრდის ამ ისედაც შთამბეჭდავ ციფრს. სანქციებს ბევრჯერ გადაურჩა როსნეფტი. დასავლეთი ცდილობს ამ კომპანიას არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის ჩინეთისა და ინდოეთისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელია. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ნავთობის ექსპორტის თითქმის 50% ამ ქვეყნებზე მოდის. სანქციებისგან თავშეკავებით ამერიკა ცდილობდა ამ ორ მსხვილ ქვეყანასთან პირდაპირ ეკონომიკურ კონფრონტაციაზე არ წასულიყო. მას რატომ იყო ამერიკის მხრივ მიზანშეწონილი სანქციების დაწესება რუსეთისთვის? პასუხი ასეთია. ინდოეთისა და ჩინეთის გარდა კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაა რუსეთის ნავთობის იმპორტიორი. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთმა კარგად ისწავლა დასავლეთის სანქციების ასავლელი გზების გამოყენება. მარტივი აღწერით სქემა ასე გამოიყურება. რუსეთი იმპორტ-ექსპორტს არარუსული კომპანიების გამოყენებით ახერხებს, რომლებიც რუსეთს ანგარიშს სხვადასხვა ხერხით უსწორებს. თუ რუსეთთან გარიგებაში მყოფი ეს კომპანიები გამომჟღავნდებიან, დასავლეთს ისინი სასანქციო სიაში შეხავს. რუსეთი კი სავაჭროდ ახალ უცხოურ კომპანიებს ეძებს და პოულობს კიდეც. მოკლედ, ეს რუსული სქემა ერთ დიდ საერთაშორისო სავაჭრო კატათაგობანას დაემსგავსა. ამერიკამ სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებსაც დაუწესა. ჩრდილოვანი ფლოტი სხვა ქვეყნის სახელით მოცურავე რუსული გემების ერთობლიობას ნიშნავს. ამერიკის მთავრობის მონაცემების მიხედვით რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში 600-მდე გემია. 100 გემი ადრე იყო დასანქცირებული. ახლა სანქციების სიაში კიდევ 180 გემი მოხვდა. სანქციებმა რომ მომენტალურად იმოქმედა, ბოლო დღეებში გამოჩნდა. 65-მდე ნავთობის გადამზიდავი გემი მსოფლიოს ოკეანეებშია გაჩერებული. რუსეთის ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ნავსადგურები მათ არ იღებს, რადგან ისინი სასანქციო სიაში მოხვდნენ. მასმედია იუწყება, რომ 5 ტანკერი ჩინეთის და 7 სინგაპურის სანაპირო წყლებში დგას. ტანკერები გაჩერებულია ირანის პორტების მახლობლად და სუეცის არხთან. ჩინეთის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა. ასეთივე მდგომარეობა ინდოეთის პორტებშიც. დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი ჯერ არ გამხდარა, მაგრამ მისმა საჯარო გამოსვლებმა მთელ მსოფლიოში უკვე დიდი შეშფოთება გამოიწვია. მან ამერიკის ტერიტორიის გაფართოვებაზე დაიწყო ლაპარაკი.
ჯერ პანამის არხის ამერიკის მფლობელობაში დაბრუნება მოითხოვა. მერე მექსიკას გადასცდა. მექსიკის ყურეზე თქვა სახელი შეუცვალოთ და ამერიკის ყურე დავარქვათო. შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრ ტრუდო შესთავაზა კანადა ამერიკის 51 შტატი გახდესო. ბოლოს გრენლანდიის ყიდვაზე ჩამოაგდო სიტყვა. ტრამპის ამ მოულოდნელ ინტერვენციულ გამოსვლებს დიდი კრიტიკა მოჰყვა. თითქმის თელმა მსოფლიომ იგი იმპერიალისტურ და რევიზიონისტულ ზრახვებში დაადანაშაულა. ყველაზე მეტად ამერიკის ევროპელი მოკავშირეები აღშფოთდნენ. ტრამპის იდეებმა მათ ამერიკის 25 პრეზიდენტის უილიამ მაკკინლისა და 26 პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ინტერვენციული პოლიტიკა გაახსენა სხვა ქვეყნების მიმართ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი იყო, ამერიკამ თავისი აგრესიული პოლიტიკა მშვიდობიანი პოლიტიკით შეცვალა, რასაც ჯერ ერთა ლიგის და მოგვიანებით გაეროს შექმნა მოჰყვა. ამის შემდეგ ამერიკა მეტი თავშეკავებით ექცეოდა სხვა ქვეყნებს. დროთა განმავლობაში ამერიკის მიერ შექმნილმა სამხედრო პოლიტიკურმა ალიანსებმა და გავლენის სხვა ინსტრუმენტებმა მას დიდი გეოპოლიტიკური პოტენცია შესძინა. ახლა ევროპაში ერთგვარი შიში გაჩნდა, რომ ტრამპი ამერიკულ-ევროპულ სტრატეგიულ კავშირებს შეასუსტებს ან სულაც დაშლის. რაც შეეხება გრენლანდიას, რატომაა მისი შეძენით ტრამპი ასე დაინტერესებული? გრენლანდიის მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის ფართობი 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. მისი ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული, რის გამოც კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 46,000-ია. გეოგრაფიულად გრენლანდია ამერიკის კონტინენტს ეკუთვნის, მაგრამ ისტორიულად სკანდინავიის რეგიონზეა მიბმული. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში აქ ვიკინგები გამოჩნდნენ. მე-13 საუკუნიდან გრენლანდია სკანდინავიურ ნორვეგიულ უნიაში შედიოდა. მე-16 საუკუნეში კუნძული დანიის სამეფოს გადაეცა, მაგრამ 1953 წლიდან იგი დანიის კოლონიად აღარ ითვლება. 1971 წელს კი მას ფართო ავტონომია მიენიჭა. 2009 წლის შემდეგ გრენლანდიის ავტონომიური უფლებები კიდევ უფრო გაფართოვდა. ფაქტობრივად კონფედერაციის სტატუსი მიენიჭა. დანია კუნძულის მხოლოდ ფინანსურ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განკარგავს. გრენლანდია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით მიმზიდველი ობიექტია დიდი ქვეყნებისთვის. ამერიკა გრენლანდიის ყდით მხოლოდ დღეს არ დაინტერესებულა. ამერიკის ხელმძღვანელობას ასეთი სურვილი მე-19 საუკუნეში გაუჩნდა. მაშინ ამერიკამ რუსეთისგან ალასკა შეიძინა და გრენლანდიის ყიდვაც მოინდომა, მაგრამ დანიამ ცივი ვარი უთხრა. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულმა ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მან აქ სამხედრო და სატვირთო ბაზები განალაგა, რასაც მოკავშირეთა დასახმარებლად იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა დანიას დიდი საფასური სანაცვლოდ კვლავ შესთავაზა გრენლანდიის დათმობა. დანიამ ამჯერადაც ვარით უპასუხა ამერიკას. მოგვიანებით დანია ნატოში გაწევრიანდა და გრენლანდიაში ამერიკამ სამხედრო ბაზები განათავსა, რომელიც დღემდე მოქმედებს. გრენლანდია ნავთობით, ურანითა და იშვიათი მეტალებით მდიდარი კუნძულია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებისთვის. გლობალური დათბობის შედეგად გრენლანდიის წიაღისეულზე წვდომა გამარტივდება. ამჟამად გრენლანდია დანიის სუბსიდიებზეა დამოკიდებული. დანია ყოველ წელს 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას უწევს კუნძულს. უნდა ითქვას, რომ ზოგი სპეციალისტი ტრამპის მოთხოვნებსა და მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს. მათი აზრით ტრამპი როგორც პოკერის მოხერხებული მოთამაშე ისე თვალთმაგცობს. ის თავისი გამოსვლებით მეორე მხარეში შიშის გამოწვევას ცდილობს. მერე კი თავისთვის მომგებიან გარიგებას თავაზობს. მეორე მხარე კი ყველაფერზე თანახმა ოღონდ
ტერიტორია არ დაკარგოს და ამერიკასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. არსებობს ასეთი აზრიც, რომ გრენლანდიის ყიდვის იდეა შესაძლოა ტრამპის PR ტექნოლოგიის ნაწილი იყო ამორჩევლის სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ყურადღების მოსადუნებლად. საფრანგეთის სამართალდამცველებმა საფრანგეთში მუდმივად მცხოვრები 3 ალჟირელი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სოციმედიის საშუალებით რადიკალურ ისლამურ იდეებს ავრცელებდნენ. მათ შორის ერთ-ერთს 59 წლის მამაკაცს 168,000 ონლაინ მიმდევარი ყავს. მეორეს 25 წლის ახალგაზრდაკას 400,000 გამომწერი. სამივე ალჟირელი მუსლიმი თავთავიანთ არხებზე რასისტულ იდეებს გადაგებდნენ. 25 წლის იუსეფს საფრანგეთის სამართალდამცველები კარგად იცნობენ. 2023 წელს იგი არეულობის მოწყობის გამო იყო დაკავებული. მან თანამზრახველებთან ერთად ჩოგბურთის მოედნად ცეცხლი წაუკიდა და სპორტული ინვენტარი დააზიანა, რისთვისაც სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. წელს საფრანგეთის სახელმწიფომ 3-ვე რადიკალის ქვეყნიდან სამუდამოდ გაძევება გადაწყვიტა. საფრანგეთი ისლამური რადიკალიზმის გავრცელების საშიშროების წინაშე დგას. ულტრამემარჯვენეები მარი ლეპენის ლიდერობით დიდი ხანია ასეთი იდეოლოგიის გადაგებლების დასჯას ითხოვენ, მაგრამ საფრანგეთის ლიბერალური ელიტა აქაოდა ადამიანის უფლებებს ვიცავთო ხელს არ ანძრებს. საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ყურად იყო პრობლემის სიმწვავე და რეაგირება მოახდინა. თავად პრემიერი ბაირუ კონსერვატორია და მაკრონს მისი აზრების გათვალისწინება უწევს. მაგრამ ალჟირელი რადიკალების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ალჟირის მთავრობამ რადიკალების მიღებაზე უარი განაცხადა, მაშინ როდესაც საერთაშორისო ნორმების მიხედვით ალჟირის მთავრობას თავისი მოქალაქეების ქვეყანაში არ შეშვების უფლება არ აქვს. რადიკალები საფრანგეთში დაბრუნდნენ. ალჟირის მთავრობის ქმედება საფრანგეთის ადმინისტრაციამ მწვავედ გააკრიტიკა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ საჯაროდ განაცხადა, ალჟირი საფრანგეთის დამცირებად ცდილობს და 1948 წლის ჩიკაგოს კონვენციას უგულებელყოფსო, რომელშიც ნათქვამია, რომ თითოეული ქვეყანა საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია თავის მოქალაქეებზე. სხვა ფრანგმა პოლიტიკოსებმა ალჟირის მიმართ უფრო კაცრი კომენტარები გააკეთეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა 1968 წლის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, რომლის მიხედვით ალჟირის მოქალაქეებს საფრანგეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ მაკრონის პრეზიდენტობის ხანაში ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის უაღრესად დაიძაბა. მაკრონამდე საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურები ყოველთვის ცდილობდნენ მიგრანტების გამო ალჟირთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო. ახლა უკვე საკითხი სხვანაირად დადგა. ვინ იცის, რამდენად შორსწავა ფრანკო-ალჟირული დაპირისპირება. დონალდ ტრამპმა პანამის არხის ამერიკის კონტროლქვეშ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. პანამის არხი მსოფლიო მნიშვნელობის გეოსტრატეგიული ობიექტია, რომელიც ერთმანეთთან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს. არხის სიგრძე 82 კილომეტრია, სიგანე კი 33-დან 150 მეტრამდეა სხვადასხვა ადგილას. პანამისა და სუეცის არხები ადამიანის მიერ გაყვანილი ორი მთავარი სანაოსნო სავაჭრო გზაა მსოფლიოში. პანამის არხმა გზა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე გაანახევრა. არხი ყოველწლიურად 14,000-ზე მეტ გემსა და 270 მილიარდი ღირებულების მილიონ ტონაზე მეტ სავაჭრო პროდუქციას ატარებს. როგორც ნაგებობა, არხი საინჟინრო ხელოვნების მწვერვალადაა მიჩნეული, რომელიც ამერიკის სამოქალაქო საინჟინრო საზოგადოებამ მსოფლიოს ახალ 7 საოცრებათა შორის დაასახელა. პანამის არხის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება, როცა
ესპანელებმა ეს ადგილი აღმოაჩინეს. 1513 წელს მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ შეამჩნია, რომ პანამის ეს ნაწილი უმოკლესი გზა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. მაშინ ესპანელი კონკისტადორები, ანუ დამპყრობლები, მოკლე გზას ეძებდნენ, რომ ამერიკის ძირძველი მოსახლეობისთვის წარწმეული ოქრო და სხვა სიმდიდრე ესპანეთში გაეზიდათ. 1534 წელს ესპანეთის იმპერატორმა კარლოს მეხუთემ განკარგულება გასცა პანამის არხის გაყვანის მიზანშეწონილობაზე კვლევა ჩატარებულიყო, მაგრამ იმდროინდელი საინჟინრო ცოდნის სიმწირის გამო კვლევა ვერ ჩატარდა. მე-18 საუკუნეში საკითხი ხელახლა დადგა. არხის გაყვანის დეტალური გეგმა ესპანეთის ფლოტის ოფიცერმა, წარმოშობით იტალიელმა ალესანდრო მალასპინამ წარუდგინა ესპანეთის იმპერატორს, მაგრამ მეორე ცდაც უიღბლო აღმოჩნდა. მე-19 საუკუნის შუახანებში კალიფორნიაში ოქრო აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ დაიწყო ის ცნობილი ოქროს ციებ-ცხელება. ევროპისა და ახალშექმნილი ამერიკის სახელმწიფოს ოქროს მაძიებლებმა კალიფორნიას მიაშურეს. ოქროს გადაზიდვისთვის პანამის არხის თემა ისევ დღის წესრიგში დადგა, მაგრამ მალევე მოიძებნა უფრო ადვილი გამოსავალი. 1855 წელს პანამის ყელზე რკინიგზა გაიყვანეს. ეს სახმელეთო კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ პანამის არხის გაყვანის იდეით საფრანგეთი დაინტერესდა. იდეის განხორციელებას მხარი სუეცის არხის მშენებელმა, ცნობილმა ფრანგმა მეწარმემ ფერდინანდ მარი ლესპესმა დაუჭირა, რომელმაც 1893 წელს საჭირო ფინანსების მოსაზიდად პანამის არხის მშენებლობის სააქციო საზოგადოება შექმნა. საზოგადოებაში საფრანგეთის თითქმის მთელმა ბიზნეს ელიტამ ჩადო ფული. ფინანსები რომ მოიზიდა, ლესეპსმა კოლუმბიის მთავრობისგან არხის აშენების ლიცენზია შეიძინა. შეგახსენებთ, მაშინ პანამა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, არ არსებობდა. ის კოლუმბიის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა. ფრანგები ლიცენზიის მოპოვებისთანავე შეუდგნენ მშენებლობას. არხის დაპროექტებასა და მშენებლობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა ფრანგი ინჟინერი გუსტავ აიფელი. მშენებლობის პროცესში ფრანგებმა ბევრი ადმინისტრაციული და სამშენებლო შეცდომა დაუშვეს. 260 მილიონი დოლარის დახარჯვისა და 70 მილიონი კუბამეტრი მიწის გათხრის შემდეგ ლესეპსის კომპანია გაკოტრდა, რამაც საფრანგეთში დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია, რადგან არხის მშენებლობაში საფრანგეთის ხაზინის ფულიც იყო ჩადებული. ასე დამთავრდა კრახით ფრანგების გეგმა. პანამის არხის მშენებლობის წარუმატებლობის მიუხედავად მოთხოვნილება არხის გაყვანაზე წლიდან წლამდე იზრდებოდა. ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები იყო დაინტერესებული. 1902 წელს ამერიკამ საფრანგეთისგან პანამის არხის მშენებლობის ლიცენზია შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი კოლუმბიის მთავრობასთან არხის მშენებლობაზე შეთანხმებას შეეცადა, მაგრამ მისგან კაცრი უარი მიიღო. ამის გამო ამერიკის მთავრობამ პანამაში სეპარატიზმის გაღვივება დაიწყო, რასაც კოლუმბიის სახელმწიფოს წინააღმდეგ პანამის აჯანყება მოხდა. 1904 წელს ამერიკის ხელშეწყობით პანამამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისმა პირველმა მთავრობამ კი ამერიკასთან პანამის არხის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით პანამის არხი და მიმდებარე მიწები 100 წლით ამერიკის მფლობელობაში გადადიოდა. სანაცვლოდ ამერიკამ პანამას ერთჯერადად 10 მილიონი დოლარი გადაუხადა. ასევე პანამის არხის არენდისთვის შტატები ყოველწლიურად $250,000 გადაიხდიდა. ასე დაიწყო პანამის არხის მშენებლობის ახალი ეტაპი. 1904 წლის მაისში დაიწყო ამ მეგა პროექტის განხორციელება. არხის მშენებლობაში 80,000-მდე მუშა მონაწილეობდა. ამერიკის მთავრობამ ფრანგების შეცდომები გაითვალისწინა და მშენებლობის მახლობლად მუშათა დასახლება გააშენა, სადაც ისინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, ტროპიკული დაავადებებისა და სხვადასხვა ინციდენტების გამო არხის
მშენებლობის დროს 30,000-მდე მუშა დაიღუპა. გეოგრაფიულმა მდებარეობამ არხის მშენებლობა უაღრესად გაართულა. სუეცის არხთან შედარებით პანამის არხი მთაგორიან ადგილზე მდებარეობს. ამიტომ მშენებლებს არხის ასაშენებლად ბევრი რთული საინჟინრო საკითხის გადაწყვეტა მოუხდათ. ფრანგებისგან განსხვავებით ამერიკელებმა არხს რაბები და დამბები დაამატეს. შექმნეს ხელოვნური გატუნის ტბა. არხის მშენებლობა, რომელიც ამერიკას 629 მილიონი დოლარი დაუჯდა, 1914 წელს დამთავრდა. პანამის არხის გავლით ამერიკის კონტინენტი პირველმა გემმა 1914 წლის 15 აგვისტოს გადაკვეთა. დროთა განმავლობაში არხზე ამერიკის მფლობელობის გამო პანამის მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდებოდა. პანამასა და ამერიკას შორის ურთიერთობა სულ უფრო მეტად იძაბებოდა. ბევრი პანამელი მიიჩნევდა, რომ არხის ზონა კანონიერად პანამას ეკუთვნოდა. ამერიკა ცდილობდა რა პანამის მთავრობის დაშოშმინებას არენდის საფასურის გაზრდას დათანხმდა. მოთხოვნა ამერიკის მიმართ, რომ არხი პანამისთვის გადაეცათ, განსაკუთრებით სუეცის 1956 წლის კრიზისის შემდეგ გაძლიერდა. პანამის მოსახლეობის უკმაყოფილებამ კულმინაციას 1964 წლის 9 იანვარს მიაღწია. მაშინ საპროტესტო გამოსვლები არეულობაში გადაიზარდა, რომლის დროს 20 პანამელი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინციდენტის შემდეგ პანამამ ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 1977 წელს ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა პანამასთან ურთიერთობის დალაგება მოინდომა. შედგა შეხვედრები და მოლაპარაკებები. საბოლოოდ 1977 წლის 7 სექტემბერს ორი ქვეყნის ლიდერებმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით 1999 წლის ბოლომდე პანამის არხზე კონტროლი ამერიკას ექნებოდა. შემდეგ კი არხი სამუდამოდ გადავიდოდა პანამის მფლობელობაში. სამაგიეროდ პანამა პასუხისმგებლობას იღებდა, რომ არხი ნეიტრალური ზონა იქნებოდა და ვერც ერთი ქვეყანა სამხედრო ბიზნებით ვერ გამოიყენებდა. 1999 წლის 31 დეკემბერს პანამის არხი პანამას გადაეცა. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.